ამსტერდამი ასევე ცნობილია კოფიშოპებით. თქვენ წარმოიდგინეთ 160-მდე კოფიშოპია ამსტერდამში. ამსტერდამში კოფიშოპ სულაც არნიშნავს კაფეს, სადაც ყავას და კრუასანს მიირთმევენ. კოფიშოპში შესაძლებელია კანაფის შეძენა და მოხმარება კანონის გარკვეული წესების ფარგლებში. მართალია ზოგჯერ აქაც აქვთ ნამცხრობი, მაგრამ ხშირად კანაფის შემცველობით. არც ერთ კოფიშოპს არ შეუძლია ერთდროულად 500 გრამზე მეტი კანაფის შენახვა. თითოეულ მოხმარებელს კი შეუძლია მაქსიმუმ 5 გრამი კანაფის შეძენა. კოფიშოპში ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარება აკრძალულია. ასევე 18 წლამდე მოზარდებს კოფიშოპში შესვლა ეკრძალებათ. კოფიშოპში შესასვლელად საჭიროა პირადობის მოწმობა ან პასპორტი. კანაფის მოხმარება მხოლოდ კოფიშოპის შიგნითაა დაშვებული და მისი მოხმარება ქუჩაში ან ღია სივრცეში აკრძალულია. ნიდერლანდებში კანაფი სრულიად ლეგალური არ არის, თუმცა 1970-იანი წლებიდან მოქმედებს ტოლერანტობის პოლიტიკა, რაც ნიშნავს, რომ მთავრობა არ მიიჩნევს მართებულად კანაფის მომხმარებელთა სამართლებრივ დევნას.